გამარჯობათ. მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ძველი ანეკდოტი. ეხლა გამახსენდა. არ მინდა დამავიწყდეს და ვიდეოს გადავიღე. ანუ ერთი კაცი არის და იყიდის ინდაურს. არ არის დიდი ინდაური, საშუალო ზომის არის და უნდა რომ წაიყვანოს სოფელში, მაგრამ ავტობუსის რითაც უნდა წავიდეს ტრანსპორტი. იქ აწერია შესასვლელ კარებში, რომ შინაური ფრინველების, ცხოველების და შეყვანა ავტობუსში აკრძალულია და რა ქნას ეს ინდაური უნდა წაიყვანოს სოფელში, არ ყავს თავის საკუთარი ტრანსპორტი, რომ წაიყვანოს. და მოიფიქრებს ასეთ რაღაცას, ამ ინდაურს ჩაისვავს შარვალში და უარ გაიგუდოს ზმეიკას ჩაიწერს და გამოაყოფიებს თავს და ზემოდან ასე მაისურს გადააფარებს და არ ჩანს ახლა და შევა ავტობუსში ჩვეულებრივად დაждდება თავის ადგილში, ნახავს ცარიელ ადგილს და დაждდება. და სანამ წავა ეს ავტობუსი, დარჩენილია დრო 1-5-10 წუთი ალბათ და შემოდის ამ დროს კიდე ერთი მოხუცი რა ხნიერი ქალი არის და კალათით მოაქვს მაყვალი აქ ნაყიდი ალბათ კამბოდისთვის ან რაღაცისთვის უნდა და იყიდა მაყვალი და კალათით უდევს და მოუახლოვდა ამ კაცს და დაუჯდა გვერდით და ეს კალათი დაუდო ამ კაცს ფეხების წინ ასე რა სკამის წინ ასე წინ დაუდო და სუნი ეცა ალბათ ამ ინდაურს მაყულის სუნი ალბათ და გამოყო თავი ამ მაისურის ქვეშიდან ასე და უკვე კარგად ჩანს მისი თავი, წითელი ინდაურული ხო წითელი თავი აქვს. ხო ბიბილოდა ის და ამ კალათში ჩაკრავს თავს და ჭამს ამ მაყვალს ატიტავდა და ასე. და ქალი ახლა თავიდან ვერ შეანჩენს და რო შეხედავს ფერი ეცვლება ხან, გალუჯდება ხან, გაწითდება სირცხვილისგან, რა ვიცი. ხო და ბოლოს იტყვის, რომ ყველაფერი მინახე ამ ცხოვრებაში დავბერდი, ქალი მაყვალს თუ ჭამდა, მაგი არ ვიცოდი.